მაშ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება ჩემ არხზე, ტაროსალიელი, ასე ქვია, ჩემ არხს. ეს ჩემი არხი ემსახურება ტაროდან პასუხების მიღებას, ასევე რჩევა დარიგებას, სამყაროს კანონებს, მეტაფიზიკას, ფსიქოლოგიას, ესოთერიას, მისტიციზმს და რა თქმა უნდა მაგიას. იმიტომ რომ მაგია ყველაფერი მე თუ მკითხავთ დღეს. ოღონდ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კაი გაგებით, ხო? მოსაზიდად სიყვარულისთვის, ჰარმონიისთვის, ჩვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის, წარმატებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის, რომელიც სამწუხაროდ დღეს უამრავ ადამიანს არ აქვს. და რა უკარგავს ამ სულიერ სიმშვიდეს უამრავ ადამიანს? ეხლა მეტყვით რა და ძალიან ბევრი რამ. განსაცდელები, დაბრკოლებები, ადამიანები, ხო, ადამიანები. და რა ვიცი, ანუ ჩამონათქვალი ძალიან დიდია, ეხლა მე ვერ დავიწყებ აქ თქვენთან ამის, ასე ვთქვათ, საჯარო გაშლაა და ყველას თქვენი ეხლა განსაცდელის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ნახეთ, ყველას მიეცა რაღაც განსაცდელი, მაგრამ ისიც ნათქვამია, რომ იმაზე მეცო არ მოგცემსო, რისი გადატანაც და თქვათ მოთმინებაც არ შეგეძლება ღმერთმა, რომელიც ყოვლის მხილველია, იცის ვის რა განსაცდელი, მაგრამ ისე რომ ეხა ანუ ისე იყოს ადამიანი, რომ პრობლემა არა აქვს, მაგას კაცო, ბედნიერია, ისა აქ, ესა, გაწყობილი არ არის, ესე ჩემო კარგებო. ესე ჩანს შორიდან, მაგრამ ყველას აქვს რაღაც პრობლემა. და ამ პრობლემას აქვს თავისი მიზეზშედეგობრიობის, ესეთი პრინციპია სამყაროსი, ანუ არაფერი ისე არ ხდება, შემთხვევითობა არ არსებობს, თუ რამე ხდება, აქვს რაღაც ღრმა მიზეზი, რომელიც უნდა მოიძებნოს თავიდანვე. იმიტომ რომ ნათქვამია, თევზი თავიდან ყარსო. და საერთოდაც კიბო ძირფესვებიანად, ანუ უნდა ამოიკვეთოსო, ანუ ის კი არა, თქვათ, მერე მოვლენების ერთმანეთზე დაწყობა, არა, თავიდანვე ურთიერთობის დაწყება, ადამიანები, სიტუაციები, აი თავიდანვე რა სახითაც, როგორც შემოვიდა, აი ისეთ მდგომარეობაში, ხა რატომ იმყავს ეს საუბარი. ეს თემა ეხა ეხება ღალატს. მე ავიღე ხა ორი ტარო, ესეთი სხვადასხვა ენერგიების, პირველი არის Heaven and the Earth, მეორე არის The Lighters. ანუ აქ ნახეთ, ღალატიც არის სხვადასხვანაირი, შეიძლება მეგობარმა გიღალატა, ხო? შეიძლება საყვარელმა ადამიანმა გიღალატა, შეიძლება საყვარელმა, ანუ არის რა სხვადასხვანაირი ღალატიც. არის. მაგრამ ნუ თვითონ ფაქტი ღალატი უკვე მეტყველებს სუძე, უარყოფითია, ხო? ეხლა უყურე, რას ამბობენ, ანუ მოღალატე ადამიანზე. ნუ კლასიკურად თუ განვიხილავთ, როცა ადამიანს ყავს ოჯახი და მეუღლე და ის ადამიანი, ანუ ღალატობს მეორე ნახევარს, მის მეუღლეს, ანუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ხო? რელიგიური თვალსაზრისით გეუბნებით, ნუ ცოდვა რო არის გასაგებია, მაგრამ რა ემართება ამ ადამიანს? განეშორება მისი მფარველი ანგელოზი, პირველი. დაცვა, მეორე. და ამ ღალატს მოყვება კიდე სხვა ცოდვები, რომელიც ჩაითრევს, ნუ ფინანსებზე ყველა ვარიანტში დაარტყავს, ენერგიის გადინება მოხდება, ხელი არ მოემართება და იქნება ესეთ სტაგნაციულ მდგომარეობაში. სულ, ანუ იმ ჩორნაია პალასა, ანუ შავ, ასე ვთქვათ, ქართულად როგორ ვთქვა? The black stairs, ანუ შავ lines, ხო? ხაზი თუ რა ჯანდაბაქვია. ანუ აიმ უკუღმართულ გარემოცვაში, ხო? ეხლა ნახეთ, ადამიანი რო იწყებს სწორად ცხოვრებას, მის, ანუ ცხოვრებაში
ვთქვათ, ხო, ეხლა შეუმცდარი არავინ არ არის, ყველას მოგდის რაღაც შეცდომა, ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს დიდი და ესეთი მძიმე ცოდვისგან. მეც ჯვარი მწერია თქვენც, აგაცილოთ ღმერთმა თავიდან, მაგრამ მე ვიწეხი ესეთი ბანალური რა. რაც მოგდის, ხო, ემოცია გვაქვს ჩვენ ყველას. შეიძლება იმ მომენტში უსამართლობაზე გამწარდე, ვთქვათ, წამოვროშო ცუდი სიტყვა, ანუ გულით არ მინდოდეს ეხა ბოროტი არ ვარ, ხო, იმ ადამიანის ცუდი, მაგრამ იმ მომენტში ეხა იმ უსამართლობაზე, ხო, ვერ დავხუჭო თვალი და რაღაცა ვთქვა. ანუ აფექტის მდგომარეობა ქვია ამას. ყველა სიტუაციაში უნდა აკონტროლებდე თავს, ეხა მე რო ვიცი სიტყვის ძალის ამბავი, ხო? ასე თუ ისეა ვაჭერ, რო იტყვიან ენას კბილს და ვჩერდები, მაგრამ არის მომენტები, რომ ნუ მეც ადამიანი ვარ, ეს ადამიანური ბუნება და გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან, ხო? ყველაფერს ვერ გააკონტროლებ ადამიანი. და ამ სიტყვებსაც, ნახე, ამ გამოსროლილ უარყოფით ვიბრაციას, ხო, აქ თავისი შედეგი. ანუ ნახეთ, წყევლა ითვლება დიდ ცოდვად. ჩვენ მაშინ ფსიქიურად შეშლილები ვართ, რომ ვდგებით, ყოველდილით ვლოცულობთ, მადლობას უხდით სამყაროს, მამა ღმერთს, მამა შემოქმედ, ჩვენ ფარულ ანგელოს ვესიყვარულებით, ვესალმებით, ანუ ძილის წინ რომ ვითხოვთ მშვიდობას, ჩვენ სირგლუ ყველას, რომ მშვიდობა გქონდეს, მშვიდობიან ძილს, ტკბილ ძილს და ხვალ ბედნიერ დღეს, ანუ თუნდაც ჩვენი სიტყვებით არ ვიძახი ეხა ლოცვების დაჭერა და ანუ ესე იმათ რა ქვია წაკითხვა უაზროდ ხო ინსტინქტურად არა ლოცვა არის ძალიან დიდი როგორ ვთქვა ინსტრუმენტი ხო პირველი არის ის რომ შენ ესაუბრები ღმერთს თუნდაც შენი სიტყვებით, ოღონდ გულიდან წამოსული სიტყვებით, რა თქმა უნდა, და მეორე არის ის, რომ შენი ანუ ლოცვით შენ შეიარაღებული ხარ. ეს არის უხილავი ფარი. ხო, იმიტომ რომ ბოროტი ყველგანაა. ხო და მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ხა აი ეს ჩემი გაშლა ეფუძნება ღალატს და უბრალოდ ანუ იყო რაღაც სიტუაციები, რაღაც მოვლენები და მაინტერესებს რა, აი ის მოღალატე ადამიანი. აი ეს უტიფარი ადამიანი. აი ამ ღალატის შემდეგ. ნუ ღალატობს ცოლს ერთია. ღალატობს თქვა იმ საყვარელ მეორე ნახევარს თუ საყვარელს, გაჩენილს, მერე უარყოფს მერე გამოდის ამ ურთიერთობიდან, მერე შორდება, ანუ აი რა განვითარება ელის ასეთ ადამიანს და რა მოუვა რეალურად, ხო? აი რა ძალიან მკაცრად გამომდის, მაგრამ ნუ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ჩვენ მოქმედებაზე ვაგებთ პასუხს. მეც, თქვენც და ყველა თითოეული ჩვენთაგანი, ანუ სიტყვა ნახე, ვერ გააკონტროლებ და ფიქრს, წამოროშავ, ფიქრით გაგიელვებს, ანუ არა გვაქვს ჩვენი მის ძალა, წმინდანები არ ვართ, მაგრამ მოქმედება აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ადამიანთან მიმართებაში, ახლობლებთან მიმართებაში, შენ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში და იმას გულს რო ატკენ თუნდაც სიტყვით და მე მოქმედებით, ხო? აი, მაინტერესებს ესეთ ადამიანს რა მოუვა შემდეგ, შედეგი, ანუ რა იქნება, სამყარო რა კარმას გამოუგზავნის მას. დავიწყეთ პირველი. შეგიძლიათ უბრალოდ ინტერესის გამო მიყუროთ, შეგიძლიათ უბრალოდ დავით, თუ მოგეწონებათ დამილაიქეთ, მაინტერესებს მეც და თქვენთან ერთად შევუდგები პირველი ვარიანტის განხილვას. Heaven and the Earth ადამიანი მოღალატე ტიპიური, რა თქმა უნდა სამკუთხედია, აქაბა სხვანაირად ვერ იქნება. და ვნახოთ. რას მოვლენს სამყარო მაღალი ზეციური ძალები სამართლიანობას რო განაგებენ იმ ადამიანს, ვინც ღალატობს
გინდა თავის მეორე ნახევარს, გინდა მეუღლეს, გინდა იმ ადამიანს, ვისაც ასე ვთქვათ, ისარგებლა, გამოიყენა მისი პატიოსნება, რა ვიცი, ყველანაირი რესურსით რო იტყვიან და ბოლოს მიაგდო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი რა კარმა ელოდება მას, ახლო მომავალი. რაც შეიძლება ახლო, მე შორი მანძილი არ მინდა, ვიცი ისედაც იქ-სადაც დაისჯება და რაც ელის, მე აქ მინდა. აქ ვნახო ასეთი ადამიანის სიტუაცია. რა ელოდება ასეთ ადამიანს თუ გყავთ თქვენ საახლობლოში? კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება. ჩაიფიქრეთ. რა ელოდება ასეთ ადამიანს? ნახოთ. ჰო. ნუ პირველ რიგში ამოდის ომის კარტი. ამოდის ცივი გონებით. აი ცივი გონებით დაფარული, ანუ მაგია, ოღონდ ამ შემთხვევაში მაგია არ ნიშნავს იმას, რომ მაგიური ზემოქმედება არა, ეს არის უკვე ის სამართლიანობის უზენაესი მაღალი ძალები, რომელიც მე ვახსენე. ტოტალური, აი ესეთი ადამიანი, რომელიც სტაგნაციაშია, გამწარებულია, შველას ითხოვს, შეიძლება იყოს, ანუ ეს ადამიანი რაღაც ფიზიკურ მდგომარეობაზეც მეტყველებდეს, რომ რაღაც პრობლემა შეეყაროს ჯანმრთელობის, შეიძლება ჯანმრთელად იყოს, მაგრამ სულიერად მიიღოს ისეთი ტრამვა, ისეთი დარტყმა, ისეთი ტკივილი, რომ ვერ დგებოდეს, ანუ არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი განსაცდელი, ტკივილი და დარდი. პირდაპირ მაჩვენებენ. კარგით, მაშინ ნახოთ და თუ მიხვდება ეს ადამიანი და ამ დასჯასაც ნახეთ, ეს სამართლიანი ძალები რატო აკეთებენ, სამყაროს სამართლიანი ძალები. რატო აკეთებენ ამ დასჯას? მინდა კარგად გაიგოთ ერთი რამ, კეთილი ძალა არ სჯის. და ის მეორე ძალა, რომელიც, არ მოგწონს, არ გვიყვარს და ასე შემდეგ, ხო, ვიძახით. ის საჭიროა, იმიტომ რომ ამ დედამიწისეულ სამყაროში არის ეს დუალიზმი, შავი თეთრი, ხო, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. და ის მეორე ძალა იმიტომ არის საჭირო, რომ იმან დასაჯოს თეთრი, ანუ არ სჯის. სიკეთეა, თეთრი ღმერთს ემსახურება, სიყვარულს ემსახურება, სამართლიანობას ემსახურება და დამსჯელად იყენებს იმ მეორე ძალას, ოღონდ სამართლიანად. მაგრამ ეს ორი ძალა სამყაროში ყოველთვის იყო დაბალანსებული. და ეხლა გადაამეტეს იმათ, იმიტომ რომ ის ძალაც, ის მეორე ძალაც ემსახურება მხოლოდ მას, მამა ღმერთს და შემოქმედს, ვინ შექმნა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამ დედამიწაზე, ხო? ხო და ვნახოთ ეხლა, აბა, ესეც იმიტომ, რომ გონზე მოვიდეს და გამოსწორდეს. და თუ მოეგება ამ განსაცდელის შემდეგ ეს ადამიანი გონს და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. აქ ტიპიურ სამეულზეა ეხა საუბარი, ვინც მიატოვა, არჩევანის წინაშე დადგა, საყვარლობდა, ანუ აი ამის გამო ისჯებაო, თვითონ კარტი მაძლევს ინფორმაციას, მე ხო არ მითქვია. მე უბრალოდ ვიკითხე შედეგები, ხო და აი ტიპიურ სამეულზე მესაუბრება რა. და აი ამ ტიპიურ სამეულზე, ანუ წყვილში რა, სამკუთხედი როა. როგორ დაისჯება ეს ადამიანი, ხო? ვინც აი ვთქვათ, გამოიყენა ადამიანი, ისარგებლა რესურსი, სულიერად, გრძნობით, ყველაფრით, ხო? და ბოლოს ეუბნება, აი, არ მიყვარდი, კარგად იყავი, აი, როგორ დაისჯება. დრო უნდა ყველაფერ ამას მაჩვენებს კარტი. არა, ოჯახში შეექმნება პრობლემა, იმიტომ რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ან მისი ცოლი გაიგებს, ან რაღაცა მოხდება ისეთი, რომ აქ დანგრევას მაჩვენებენ.
ამ კაცს თვითონ სიტუაცია აერევა, თუ ეს მამაკაცია, რა თქმა უნდა. და თვითონ დაზარალებული ის ადამიანი, ხო, სამკუთხედში მყოფი ის მანდილოსანი სიტყვაზე ვიძახი, ის ანუ როგორ იქნება ამ ყველაფრის მერე? იმედია გაითვალისწინებენ სამყაროს ძალები და ამ უდანაშაულო ადამიანს დაეხმარებიან. ამ პროცესს გაივლის სამწუხაროდ, მისი გასავლელია ეს განსაცდელი, ეს გულისტკენა, ეს, განცდა, ტკივილი, შფოთი, უძილობა, ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა, მაგრამ ფსიქოემოციონალურ ფონზე აქ საუბარი, ცოტა ხანი, აი ამ ტკივილთან უნდა დარჩეს, რომ გადაიაროს და შემდეგ ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები გამოიყვანენ, ხო? სულიერება, სულიერი მდგომარეობა და შემდეგ დადგება ფეხზე და ისევ ძლიერად გააგრძელებს ცხოვრებას და შანსი მიეცემა. ეხლა ასეც არის, ნახეთ, კი კარტი ინფორმაციას გადმომცემს, მაგრამ სამყაროს კანონების მიხედვით ასეც არის. ეს პირველი ვარიანტი. იმიტომ რომ ნახეთ, ყველა დაცემას მოსდევს ადგომა. და ყველა განსაცდელის შემდეგ მოდის აუცილებლად რაღაც კომპენსაცია და ეს დაიმახსოვრეთ კარგად. ნახოთ მეორე ვარიანტი. აბა მოღალატეებო, წამოყავით თავები, სადა ხართ? აბა მოღალატე ალფონსებო, აფერისტებო, გამომყენებლებო, ვიგოდნიკებო, გაიძვერებო, ჩააწყვეთ ჩემოდნები. აბა სადა ხართ მოღალატეებო? რა ელის მოღალატეს? მოვიდა განკითხვის დღე თქვენთვის. აქ ამოდის ტიპიური ადამიანი, გრძნობებს აყოლილი, რა ვიცი კიდე, აღარ მინდა ეხა ამაზე საუბარი. და მისი ოცნება, რასაც ოცნებობდა, რასაც ის სურვილობდა, ამოტრიალებული ამოვიდა სამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი, ბრძოლა, ჩაკეტვა, ყველანაირი საქმე, გზა, სიტუაცია, შიში, ამასაც ფსიქოემოციონალური პრობლემები დაეწყება და დარდი, რვიანი ცხრიანი, ერთად დაჯდა. დიდი დარტყმა ფინანსებზე და ასევე მის პირადშიც. ეს გავასწოროთ, იმიტომ რომ ამოტრიალებულებს არ კითხულობ, მაგრამ მაინც. და ვნახოთ ახლა, ხო, ეს შორმანძილზეა მეორე. შეიძლება ჩაეკეტოს გზა და ვერ ჩამოვიდეს, რა ვიცი, მოხდეს ისე, რომ ვერ წავიდეს, ვერ წამოვიდეს, ხო? ესეთი მომენტიც არის და თუ რა ვიცი, როგორ ავთქვა სხვანაირად, თუ მოინანიებს მის საქციელს, ხო? თუ მოინანიებს იმ ქალთან, ვინც მიაგდო, ასე ვთქვათ, მიატოვა. თუ გაიაზრებს, რო განულდება მერეო. აქ ამოდის ორი ქალბატონი, ერთი ესეთი გონება მახვილი, მეორე რა მნიშვნელობა აქვს ახლა. არჩევანის წინაშე დგომა, ჩაკეტილი გზები, სამსახური, ბიზნესი, კავშირი, განულება ოჯახის გამო. აქ სხვა ინფორმაცია მომაწოდა, მაგრამ მაინც დავეკითხები. როგორ იქნება ის დაზარალებული? სამკუთხედში მყოფი მანდილოსანი ადამიანი არა აქვს მნიშვნელობა. იქ მიატოვეს. აი როგორ იქნება. ცოტა ხანი დრო უნდა, აქაც გაჩერება ამოდის. მაგრამ სიძლიერე ამოსდის და ახალი ეტაპი დაეწყება ცხოვრების.
ახალი გზა, აღმავლობა. შეიძლება ეს იყოს სულიერების გზით, შეიძლება ეს იყოს აი ზემოთ ციდან იხსნება პორტალი, ხო? ანუ კიბეები, აღმავლობა მის ცხოვრებაში, ახალი დასაწყისით, ანუ დაზარალებულზე აქ საუბარი. და თუ არის ეს გოგო, თქვათ, გასათხოვარი ან თუ პარტნიორს ეძებდა და ამან ესეთ მდგომარეობაში, ხო, დააზარალა, ხო, ამ ყოფილმა. თუ გამოუჩნდება ახალი და ღირსეული, ვინც ნამდვილად შეიყვარებს და ან დაოჯახდება, ან სერიოზული ურთიერთობა ექნება. ბოლოს და ბოლოს იმსახურებს, ხო, სამართლიანად ვიძახი. ყველაფერი სამართლიანად უნდა ხდებოდეს. ანუ გაიხსნება ბედი. 2 თვის შემდეგ, 2-3 თვის შემდეგ. ეს დარდი, რა თქმა უნდა, მაინც ექნება. გულის, გრძნობის, თავისი, ანუ რასაც განცდა, ხო, მაგრამ სიძლიერესაც მისცემენ და შემდეგ დასტაბილურდება სიხარულით, ბედნიერებით და ისევ დატრიალდება ბედის ბორბალი, ოღონდ ამჯერად სასიხარულო ამბებით, გამოსვლა მარტოობიდან, იმ გაქცევიდან, იმ სიტუაციიდან, იმ შეურაცხყოფიდან, მე არ ვიცი ეხლა, ხო, სხვადასხვა სიტუაციებია, ვის როგორ რა, მაგრამ თუ თქვენ ხართ დაზარალებული, წარსული გაუშვით, უსინდისო, უარგისი. გააქრეთ თქვენი ცხოვრებიდან, ამოაგდეთ, თქვით მადლობა. მადლობა ღმერთო, რომ დააგანახათ. შეიძლება და უფრო მეტად დასჯილიყავით და უფრო მეტად დიდ ტკივილში, დიდ განსაცდელში ჩავარდნილიყავით. დაელოდეთ თქვენი ტალღა. აუცილებლად, ანუ მოვა, თქვენი ტალღა მოვა, რას ნიშნავს? ანუ თქვენი ბედი გაიხსნება. შეიძლება ფინანსურად, შეიძლება თუ ოჯახი გინდათ, რა ვიცი, შექმნით, მოგეცემათ ეს შანსი, მთავარია ითხოვეთ. ის კი არა რომ დაისაჯოს, ითხოვეთ რომ კომპენსაცია იმ ტკივილისთვის, იმ ტირილისთვის, იმ შეურაცხყოფისთვის, იმ მიტოვებისთვის მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ის, რაც გსურთ, გულით. და აბა თქვენ იცით. წარმატებები თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ.